გამარჯობა მეგობრებო, თქვენ რო უყურეს ეკრანზე ეხლა ხელმარჯვნივ აი აქ სურათი. ეს არის ძალიან უცნაური დაავადება, რო დაიბადება ბავშვი ეგეთი პრობლემით, რო თავში იგროვდება უძომოდ წყალი. ამ პრობლემს ქვია მეგობრებო ჰიდროსიფილს. ჰიდრო ბერძნული სიტყვა წყალი, ჰიდროსიფილს როცა გროვა არის. ჩვენი twinში მეგობრებო დაახლოებით 1 ბოთლი 550 მილიგრამი წყალი გროვდება. მაგრამ ბუნებრივად მე სპაინკოდებიდან მიდის და გარეთ მიდის ეს. ამ დაავადებით დაიბადა ჩემი ბავშვი ანა. ნახე მეგობრებო, ეგეთი სიტუაციაში შეიძლება თუ ყურადღება არ მიაქცია ადამიანმა, შეიძლება გაიზარდოთ უზომო თავი, მერე პარალიზება ვერ დადის, თუ ყურადღება ვერ მიაქციე. ჯოგი ადამიანი არ მიდის ანალიზებზე, იმიტომ მაგის სიმპტომია, როცა თავი ბავშვი ვერ დაჯდება წესიერად, ანუ თავისი ასაკზე, უკვე ასაკია, უნდა დაჯდე, მაგრამ ბავშვი არ დაჯდება. თავია დიდი, იმ დიდი თავის გამო ბავშვი ვერ დაჯდება. ჰიდროსიფილს არის მაგ დროს. წყალი მოდის თვალებიდან, კიდე ეს სიმპტომია. წყალი მოდის, პლუს ეხლა პატარა ბავშვი ვერ გეტყვი, მაგრამ ტირის, იმიტომ ტკივილები აქვს. კიდე სიმპტომია, როცა გული ერევა. ეს 2000 შემთხვევიდან ერთ ბავშვს შეიძლება მოვიდეს. ისი კურნალობა როგორ კეთდება მეგობრებო? ნახე გაჩვენებთ ანაზე. აი ნახე აქედან ეს თქვენ ვიდეოში ვერ დაინახავს, შეიძლება ნახავს კიდე აი ეს შეკრილია ესე. აქედან აქ კეთდება მეგობრებო შონტირება. ვიპი შონტეჯახიან, რომელიც კონტროლით შეიძლება ნებისმიერი ასაკში შეიძლება პრობლემა იყო და შეიძლება იმ სითხის კონტროლება. ანაზე რომ მე მივხვდი წყალი მოდიოდა, ვერ დაჯდებოდა, თან თავი ქონდა ცოტა მარიაზე დიდი, ანუ ორი ბავშვი ყოფები არიან და ერთი ბავშვის თავი ცოტა დიდია, ერთის ნორმალურია. მაშინვე ჩვენ მივხვდით რომ ეს პრობლემა ის სითხე რო უნდა წასული იყო გარეთ, ის გზა არ გაკეთდა. ანუ მუცელშივე ეს გზა არ გაკეთდა. ეს ეგეთი ბავშვებში არის ხანდახან, რომელიც დაიბადება მალე. 6 თვე ნახევარი, 7 თვეში, თუ მოხდა 1000-ში ერთხელ. აქედან მიდის ეს შლანგი და მერე მუცელში დევს დაახლოებით მეტრა ნახევარი შლანგი, აი ესე სპირელებით, რომ ბავშვი რო გაიზარდება, ეს იშლება და ისლება. ბუნებრივად რომ ეს სითხე ყოველდღე 500 მილილიტრი, 550 მილილიტრი სითხე რო წავიდე გარეთ. მაგისთვის კეთდება აქ შუნტირება, მე მაგით მიდის ეს გარეთ. ნებისმიერი ქვეყანაში ეხლა, ანუ ინდოეთში ეს ოპერაცია ძალიან, ნახევარი საათის ამბავია, მაგრამ ერთი ისტორია უნდა მოგიყვე მეგობრებო. გაკეთების მერე ანას ოპერაცია რო გავაკეთე ჩვენ ინდოეთში, დაახლოებით 2 წლის მერე დაიწყოთ გულის ერევა და ამბობდა თავი ტკივა. და მე ეჭვი შემეპარა რომ თავი ტკივილი, ეს სიმპტომია რომ შეიძლება ეს გაიჭედა. წავედი ჩვენ აქ ბევრი ექიმებთან და არავინმა ეს 2012-ის, 2013-ის ამბავია. აქ ექიმებმა საერთოდ ამ პრობლემაზე, კი იცოდა ეხლა წაკითხულია, მაგრამ აზრზე არ იყვნენ, რომ ეს მაგის პრობლემა იქნებოდა, ან გაესინჯა, მაგრამ მაგის გაშინჯვა თუ არის ვინმეს გაკეთებული, შეიძლება ეს რბილი უნდა იყოს, ყოველთვის ეს არ უნდა დამაგრდე. ეს თუ დამაგრდა, ესე ჩაითვალე, რომ ეს სითხე აღარ წავა გარეთ და ისე დაიწყება თავში დაგროვება იმ სითხის. ნებისმიერი ასაკში შეიძლება ტრომბა მიიღო ადამიანი, ან კისტა გაიზარდო თავში, რომ გაიჭედო ის სითხე. იმიტომ ეს სიმპტომები ნებისმიერი ასაკში შეიძლება მოვიდე ადამიანს, თუ ეხლა უსმენთ ეგეთი ადამიანი, ვისაც აქ და ეჭვი აქვს ეგეთი თავის ტკივილები და რაღაცები ან ტრომბა მიგემულია,
აუცილებლად უნდა გასინჯო. მაგისი წამალი, მაგისი არაფერი არ არსებობს. ერთი რამე არსებობს, მაგ ეს შუნტირება, რომ იქიდან წყალი უნდა წავიდეთ გარეთ. ხო და ეხლა რატო გადავიგეთ დღეს ეს ვიდეო მეგობრებო? იმიტომ თქვენ ყველა ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია, ყველანაირი ინფორმაცია თქვენ უნდა იცოდე. ინფორმირებული თუ იქნები, ეხლა შეიძლება ეს ვიდეო დაჭირდე 1000-დან 1 ადამიანს და მიხვდე რომ ეს პრობლემა და არც უნდა შეეშინდე. თუ ეგეთი ბავშვი დაიბადება, 100%-ით კარგად იცხოვრებს ეს ბავშვი. მაგრამ დროულად უნდა წაიყვანოთ წესიერი იმ ეგეთი საავადმყოფოებში, სადაც საუკეთესოდ გააკეთებს ამათ. ნებისმიერი მე ბევრი ქვეყნებში მინახია, ეს 10 15 ამბავი იყო, ანაზე რო გააკეთე, წავიდა 15 წუთში მოვიდა, ვითომ ნახრეთი აქ ერთი შიგნით შემტირება და კარგადაა ბავშვი. მაშინვე ჩაწყნარებული თვალი, ჩაწყნარებული თავი და უფრო წვიანი იზრდება ეგეთი ბავშვი. იმიტომ ტვინის ზრდა, როცა იმ წყლის გამო არ მიდიოდა კარგად, ეს წყალი რომ მოვიდა, სწრაფად იზრდება. ესეთი ბავშვები, ანუ მე ბევრი წიგნებში წაკითხული მაქვს, ჰიდროსიფილისით დაბედებული ბავშვები უფრო წვიანები არიან მომავალში. ყოველთვის იქავი მეგობრებო, ჯანმრთელი, ბედნიერი და ინფორმირებული ეს ვიდეო ჰიდროსიფილისზე. იმედია დღის მერე თუ ეგეთი ბავშვი სადმე ნახავს, თქვენ შეგიძლია უთხრა, მაგისი რა შეიძლება გააკეთო მომავალში. კარგად და ბედნიერად.